ქრისტიან დემოკრატების მტკიცებით მთავრობა მილიონობით ლარს საარჩევნო კამპანიისთვის ხარჯავს. პარტიის ერთ-ერთი წევრი ზაზა გაბონიას განცხადებით კამპანიაზე 40 მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა და ეს ის თანხა, რომელიც სოციალურად დაუცველებს უნდა მოხმარებოდა. ქრისტიან დემოკრატების ბრალდებებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა უპასუხა. მილიონობით ლარი მოაკლდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომ ჩვენი თბილისის მოქალაქეებისათვის, ასობით მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და ის გადამისამართდა ისეთი, ასე ვთქვათ, ამოცანების ფინანსურად უზრუნველსაყოფად, რომელიც ძალიან ადვილად გამოყენებადია საარჩევნო მიზნებისათვის. კონკრეტულად კი გულისხმობ მილიონობით ლარის მიმართვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად. არც ერთი ლარი არ მოკლებია სოციალურ ბიუჯეტს და პირიქით ეს არის გაზრდილი. უბრალოდ ზედება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება გარკვეული ადამიანებისთვის დაზღვევა, ჯამში საქართველოს მასშტაბში იქნება 2,5 მილიონი, აქედან გამომდინარე იყო ეს ცვლილება გამოწვეული.